მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, მიხარია რომ კიდევ ერთხელ ხვდებით გაბედეს პოდკასტების სერიაში ერთმანეთს დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, როგორც ხედავთ, არიან ჩემი მეგობრები და ბაკო არის ამავე დროს თან კოლეგა, გამოსავლის ფსიქოლოგი არის, რომელიც რეაბილიტაციაში მუშაობს, ჩვენს ორივე რეაბილიტაციაში, ბაკო მაღულარია და ჩემი მეგობარი გიორგი ბახუტაშვილი, მსახიობი და საუკეთესო ადამიანი. რომელმაც დღეს ცოტა დააგვიანა და ბარემ ესეც თქვა და მერე გავიაროთ დაგვიანების საკითხის პრობლემა არ მაქვს. მოკლედ, მადლობა მეგობრებო, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ გაბედეს პოდკასტების სერიის წარმომდგენი არის და მხარში გვიდგას გამოსავლის რეაბილიტაციო ქსელი და გამოსავალსაც ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მგონია რომ დღეს ძალიან საინტერესო საუბარი იქნება, ორი განსხვავებული პერსპექტივიდან შევეცდებით, რომ ხანდახან ერთი და იგივე პრობლემაზე ვილაპარაკოთ, ხანდახან სხვადასხვა რაღაცაზე ვისაუბრებთ და არ ვიცი, მე მგონი რომ მე და შენ გიორგი ბევრ რამეს ვილაპარაკია ცალკე. ამ სერიის თუ აი ამ პროექტის გაკეთების ამოცანას ეგ იყო რა, რომ მე ეგეთი მაგაცნობიერებამდე მივედი, რომ რით შეიძლება რომ დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც სადღაც არის, აი სხვაგან საერთოდ, რაღაც ძალიან უჭირთ, რთული პერიოდი აქვთ, დახმარების თხოვნა უჭირთ, სპეციალისტამდე მისვლა უჭირთ, მივხვდი? და მივხვდი, რომ ამ ჩემი ღიად საუბრით თუნდაც აი რაღაცა 100 ადამიანმა რომ ნახოს, მაგრამ ერთმა ადამიანმა მაინც გადაწყვიტოს, რომ დახმარება ითხოვოს, მაშინ ჩავთვლი, რომ მნიშვნელოვანი იყო და საფუძვლიანი და შედეგიანი რა. მე მგონია, რომ შენი მოსაზრებები პრობლემებთან გამკლავების და ასე შემდეგ ასევე იქნება ძალიან ქართულად როგორ არის, არ მინდა რომ უსხორის ტყობი ხმარო, შთამაგონებელი სხვა ადამიანებისთვის რა. და ამიტომ ვფიქრობ, რომ შენიც უნდა დავიწყოთ, რომ აი რაღაც ხედავ რაღაც კონკრეტულ მომენტებზე შეიძლება რაღაც არ ვილაპარაკოთ, მაგრამ გამხსნელი შეკითხვა რო იყოს ეგეთი, რომ აი ყველაზე მეტად შენი ცხოვრების მანძილზე რომელ ეტაპზე გაგიჭირდა და რა იყო ეს გაჭირვება რა, ანუ აი გულისხმობ ემოციურად როდის გაგიჭირდა ყველაზე მეტად რა. ესე რაღაც კონკრეტული მოვლენა არ ყოფილა, რომ აი რაღაც ეხლა ისეთი რაღაც მოხდა, რომ აქამდე არ მომხდარა რა. მაგრამ მომენტი იყო ეგეთი, როცა გავაცნობიერე, რომ ერთი და იგივე პრობლემა მიმეორდება ცხოვრებაში ხშირად რა. და მე იქამდე აი ეს მსგავსი პოდკასტები რაღაც სხვადასხვა აზრები პროფესიონალების თუ იმ ადამიანების, ვინც რაღაც გაცნობიერების გზაზე იყო საკუთარი თავის და სამყაროსი, იმათი აზრების მოსმენა, ხო, ნუ რაღაც ასე ვთქვათ, ჩემი სკროლვის ერთ-ერთი ნაწილი არის ხოლმე რა. ალგორითმი შენ ტელეფონზე ეგრე იყო, ხო მუშაობდა. ეგრე იყო ზუსტად. და მაგაზრს ვისმენდი ხოლმე ხშირად, რომ ხო რა, ხშირად ჩვენ თვითონ ვართ მაგ პრობლემების გამომწვევი და მე მაგის მოგვარების გზას ვხედავთ სადღაც რა. მაგრამ არ მეხებოდა ხოლმე სიმართლე რო გითხრა, ხო რაღაც ვერ მოდიოდა ჩემამდე, რაღაც ინფორმაცია მოდიოდა, მაგრამ ხო რაღაც მაკეტა არ გავდი ხოლმე, არ მუშაობდა ასე ვთქვათ რა. და მე უბრალოდ რაციონალურად როცა აი ვთქვი რომ რაღაც კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ დაგროვდა ეს ერთი და იგივე შინაარსის პრობლემები რა. ხო და არ ვიცი ეგ რა იყო მაპროვოცირებელი მაგის რაღაც განვითარების ეტაპი, ასაკი თუ უბრალოდ ის რომ ხო არ ვიცი მოკლედ რა იყო. თუ ის ალგორითმი სადღაც დაგროვდა. ხო რა, მოკლედ რასაც უყურე. დავუშვი რომ შეიძლება მართლა მე ვარ მაგ ყველაფრის გამომწვევი რა და სხვა არაფერი მაგასთან შუაში არ არის რა. არა და ერთი შეხედვით შეიძლება გეჩვენებოდეს ხოლმე რომ ეს იმიტომ მოხდა რომ იმან ის ნაბიჯი გადადგა რა, იმას რომ ეგ ნაბიჯი არ გადაედგა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ხო სინამდვილეში მგონი ეგრე არ არის რა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეგრე მოხდეს რომ რაღაც ვიღაცის რამე მოქმედებას მოყოს კონკრეტული შედეგი, მაგრამ
მაინც ყველაფერი იმაზეა შენ როგორ აირეკლავ ალბათ მაგ მომხდარს რა და როგორ იღებ მაგას და ხო მაგაზე ალბათ არ ვიცი ბაკო უფრო მეც იტყვის მაგრამ მოკლედ ჩემთვის ეგ შეიცვალა და უშოთ რაღაც მაგნაბიჭამდე სანამ აი გამოსავალში მოვიდოდი ну ჯერთი აი ესე რაღაც მშრალად რო ვთქვა ეგ რომ აუცილებლად გრძნობდი თავს და ეხლა უკეთ გრძნობ თავს რა მაგრამ აი მაგის ანალიზად შეეხება რატომ მოხდა ეგ გონი მაგიტო რომ აი ეგ შეიცვალა აი ძალიან ხშირად მიფიქრე მაგაზე რა შეიცვალა გამოსავალში მოსვლამდე და მერე ხო ხო მგონი ეგ რა აი დამაკომპლექსე იმ უცხოური სიტყვების თქმაზე ანუ ხედვის რაკურსი რა მგონი ხედვის რაკურსი რა რაღაც მოვლენას ჩემ თავს ამ მოვლენაში და ჩემ თავს ამ სამყაროში და სამყაროს ცოტა უფრო სხვა რაკურსით ხედვა რა და ეგ ძალიან დამეხმარა მე მაგების ანალიზში და გააზრებაში ხო მოკლედ რომ ვთქვა ეგრეა და რა ვიცი თუ გინდა მე დეტალებით ვიმოყარებოთ მადლობა რომ აი ახსენე რაღაც რომ ეს ცვლილება რა ანუ გამოსავალში მოსვლამდე და გამოსავალშიც ჩემი ეგ პერსპექტივა სამყაროსი გამოსავალში შეიცვალა რა და ყოველდღიურად ვუყურებთ შენ განსაკუთრებით მართლა ყოველდღიურად იმიტომ რომ ძალიან პირდაპირი კონტაქტი გაქვს ხო ადამიანებთან ბენეფიციარებთან ანუ ოჯახის წევრებთან ვისაც უნდა დახმარების მიღება როგორ იცვლებიან და ეს შეიძლება მართლა მოხდეს ერთ წამში რა აი წამში მოხდეს აი ეს გაცნობიერებები რა რასაც აუ კიდე უნდა ვთქვა როგორ არ მინდა რაღაც ინგლისურად ნათქვამი სიტყვა რაღაცა რა გაცნობიერება იყოს კაი ინსაიტი ქვია ინგლისურად რა რო აინთება უცხო განათდება რა და ბაკო მაშინ აი შენ თუ გახსენდება ყველაზე ხშირად რა ტიპის გაცნობიერებას აწყდები რა აი ბენეფიციარის შემთხვევაში რა და შენი ხერხი რა არის როგორც ვთქვი რომ ადამიანს აი დახურულ დასულ ზონაში დაეხმარა რომ მიიყვანო ამ გაცნობიერებამდე რა. ყველაზე თუ კი ვსაუბრობთ მოგესალმებით პირველ რიგში. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე, გაცნობიერება მაგალითად შემიძლია დღევანდელი მაგალითი გითხრათ. ძალიან კაი ერთი მნიშვნელოვანი გაცნობიერების, როდესაც აცნობიერებს, რომ ემოცია, რომელიც ტანჯველი ეჩვენებოდა, სულაც აღარ არის მტანჯველი. ანუ ხდება, რომ ეს ემოცია, რომელსაც ის განიცდის, მთავრდება და არ არის სულ, მაგალითად სულ შიში არ არის, ის აუცილებლად დასრულდება რაღაც მომენტში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა არის, რომ ის მუდმივად ცდილობს გაიქცეს ამ ემოციას, ან გაიყუჩოს ეს ემოცია, სადღაც გაიქცეს სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებების საშუალებით. სადღაც ხდება, რომ ეს ემოცია იწყება და ეს ემოცია აუცილებლად სრულდება. არსებობს კიდევ უამრავი ტექნიკა, რომლითაც შეიძლება ემოცია მართო. და ალბათ ერთ-ერთი სპეციალისტის ფუნქცია რაც არის, რომ გვერდიდან შეახედოს ამ ემოციას, რომ ბენეფიტი დაანახოს, მაგალითად რაღაცა კონკრეტული ემოციის, რომ ეს ემოცია გარდა იმისა, რომ ეხლა შენთვის შეიძლება ტანჯველი იყოს, თავის ფუნქციას ასრულებს და რა ფუნქციას ასრულებს და რაში გვჭირდება ეს ემოცია ზოგადად და მოდი აბა მართე და მე ნახე აბა ეს ემოცია ისე ტანჯველი არის თუ არა. და სადღაც აი ეს გაცნობიერება თუ აღმოჩენა იმისა, რომ ეს ემოცია მუდმივად არ რჩება ჩემში ეს მდგომარეობა და ის გაივლის აუცილებლად და ასევე შესაძლებელია რომ ეს ემოციები ვმართო. ძალიან ეხმარება რა მათ შორის, იმიტომ რომ ტვინი ხომ მუდმივად სთავაზობს, რომ გაიქცეს ამ მდგომარეობიდან ამ შეგიძლია. აი ხა როგორც შენ ხსნი რომ აი ეს დახმარება რომ ამის ახსნა, როგორც ოდესღაც მე ვიღაცა მითხრა რომ არაუშავს თუ ცუდად ხარ ან მასწავლა რა ხები ხო არაუშავს რომ ცუდად ხარ ალბათ ძალიან ისეთი ხისტი ის არის რა ცუდად არის და ზუსტად იმიტომ მოდის რომ ცუდად არ იყოს მაგრამ როგორც შენ თქვი პერსპექტივას უწლე გვერდიდან შეხედება ამ მოვლენას და შენი ემოციური რეაგირება ამ კონკრეტულ სიტუაციაში არის ადეკვატური თუ არ არის ადეკვატური თუ კი შენ შეცვლით შეხედულებას კონკრეტული მოვლენის მიმართ და შენი აზრები და ფიქრები შეიცვლება ამ კონკრეტულ ამ სიტუაციასთან მიმართებაში ან ასე შემდეგ. იცვლება შენი მდგომარეობაც, შენი ემოციაც იცვლება და მე შესაბამისად ქცევასაც შეცვლი. ამიტომ აი გვერდიდან შეგიძლია რომ დაანახო
მისი ამჟამინდელი პრობლემა, რომელიც ეხლა ეჩვენება, რომ ძალიან რთულია და აი ეხლა შენ გადაჭრის რა. ახალ кейს ვიტყვიოთ თუ რაღაც ხო. ეთქობა დღეს ხო, რეაბილიტაციაში ნუ ყავდა იქიდან ერთ-ერთი- ჩამოხვედი, ხო, ხო კი და ბატონო. ეგ გამოყვა. თუ შეგიძლია რომ გაიხსენო აი ამ შენი გამოსავლის რეჰაბში პრაქტიკის განმავლობაში თუ ყოფილა რაღაც кейსი, ანუ ადამიანი, ბენეფიციარი და მისი მაგალითი ცხოვრებისეული პრობლემა რაღაც ისე დაგამახსოვრდა, იმიტომ რომ მან გავლენა იქონია ძალიან მნიშვნელოვანი აი შენს პრაქტიკაზე ან შეგიცვალა რაღაც დამოკიდებულების ან რაღაცის მიმართ რა ანუ იმიტომ რომ ჩვენ როგორც ბენეფიციარ პაციენტებს ფსიქოლოგები და რაღაც ადამიანები რომლებიც გვეხმარებიან ისინი ჩვენს ცხოვრებაში რჩებიან მნიშვნელოვან ნაწილებად და ანუ ბენეფიციარების და პაციენტების შემთხვევაში ეგრეა ანუ ვინმე დარჩენილა ეგრე ალბათ არა იმიტომ რომ თითოეული შემთხვევა არის უნიკალური და მე ზოგადად არ უყურებ ასე პრობლემას მე რაში მეხმარება ან რა ჩემი კლინიკური ესე ვთქვათ გამოცდილებისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი ან ორიენტირებული ვარ მაინც მის საჭიროებებზე რა რომ მას დავეხმარო და მას მისი დახმარება შევძლო მთელი ჩემი ორიენტირი არის იმაზე რომ იმან იგრძნო საბოლოო ჯამში თერაპიის შედეგად თუ კურნალობის შედეგად თავი კარგად ამიტომ ნაკლებად ვფიქრობ მე რას მივიღებ ან ჩემთვის ამდენად დასამახსოვრებელი შემთხვევა არის. ყველა შემთხვევა არის უნიკალური, ყველა შემთხვევა სჭირდება ინდივიდუალური ჩარევა და არ დავფიქრებულ ვარ მაგ მიმართულებით, რომ ახლა ეს რაში შეიძლება. ანუ პირად წარმატებადაც არ რთული ხოლმე, ვიღაცას რომ ნაპირზე გაიყო. აი, იცი რა არის, ეგ ჩემთვის რაღაცა ცოტა უფრო ნარცისული ის არის, რომ აი წარმატებული, ნუ დაეხმარე, ეს შენი პროფესია, დაეხმარე და მორჩა ამით თავდება ეს საზღვრები რა, რომ ასე კმაყოფილება რომ აი რაღაცა მე ძალიან ფრთხილად ვარ მაგ საზღვრებთან რომ ძალიან კმაყოფილი არ იყო თერაპიის პროცესში რა. მაშინ თუ გაქვს რამე ისეთი რაღაც ყველაზე რო ვრცელდება, მაგალითად პირველი დღის ან პირველი შეხვედრის აი რაღაც ტრადიცია რა, რომ ორივე სახლში რომ პირველ ტიპი ამოდის და შეშინებულია ხო დაძაბულია და აი შენ როგორ უადვილებ ამ ადაპტაციას? პირველი ჯერ საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინე, რომ შედიხარ სადღაც უცხო სივრცეში, აბსოლუტურად შეუიარაღებელი, იმიტომ რომ ყველაფერი ის ინსტრუმენტები რაც აქამდე გქონდა გამოცლილი გაქვს, ხო? და არ იცი როგორ გავამკლავდე ამ სიტუაციას. პირველი არის გეშინია სათხარ, რა გარემოა, რა წესები არსებობს, რა ტიპის ურთიერთობები, რა მოსულა, რა არ მოსულა. პირველი ალბათ რაც არის, რომ ჯერ კითხო ხوارშია, ხوار წყურია და დაისვენოს, დაждდეს ცოტა ხანს არაფერი არ დაუწყო პირდაპირ საუბარი. და როდესაც იქნება მზად, მე უკვე შეგიძლია რაღაცა ტიპის დისკუსიაში შეხვიდე, რომ თუ რამე შეკითხვები აქვს, კითხოს, გარემო გააცნო, სიტუაცია გააცნო, ძირითადი წესები გააცნო და ასე შემდეგ. ხო, არ არის აუცილებელი პირდაპირ სარეაბილიტაციო პროგრამა გააცნო, როდესაც ადამიანი დაბნეულია, შეშინებულია და არ იცის რა გარემოშია. პირველი არის რაპორტს ვეძახით, აი შედგეს რაღაცა ტიპის ნდობითი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, რომ აი ერთი ადამიანი არის ახლა, ვინც ხარს მიჭერს რა, ჩემს გვერდით არის და ესმის მე როგორ ვარ ახლა. იმასაც ეუბნები, რას გრძნობს, რას განიცდის, მასაც ცდილობ რომ ასაუბრო ემოციებზე, ის როგორ რას გრძნობს ამ წუთას და რას განიცდის და მოკლედ შენი მთავარი მიზანი არის რომ დაეხმარო პირველად ადაპტირებაში, აი პირველადი ადაპტაცია და მოკლედ მიხვდეს სად მოვიდა რეალურად, რომ ოღონ ამას მსუბუქად დაწვდი, იმიტომ რომ მე შემდეგი სესიების დროს უკვე უფრო დეტალებში ჩადიხარო თითოეული ეს რაღაც აქტივობა თუ ღონისძიება თუ სესია რას ემსახურება. პირველი არის რომ იქ სადაც მოვედი ვარ უსაფრთხოდ, შვიდად და არის ადამიანი რომელიც უბრალოდ მისმენს რა. მადლობა. შენ ანუ მე კიდე ცოტა ჩავშალოთ ან სესიებსაც ატარებ ლექციებსა და ასევე ინდივიდუალურ სესიებს უტარებ ადამიანებს და ვიცი რომ თუ კიდე ვინმეს დაჭირდა, აი დამატებით შეუძლია რომ შენ შემოვიდეს და კიდე ცალკე გელაპარაკოს, ხო და რამდენიმე კითხვა მაქვს მაგ პროცესებთან დაკავშირებით და ოდნავ მოგვიანებით კითხავ შენ შემთხვევაში თუ შეგიძლია რომ გაიხსენო აი რაღაც გამოსავალში მოსვლის პირველი დღე რა და შენი აზრები რა იყო? რა მოლოდინი გქონდა? და პირველად რომ მოხვედი და ვთქვათ რომ შენ
ნუგზარძი გულის იყო პიროვნული ზრდის კურსის ბენეფიციარი ხარ. რა იყო შენი მოლოდინი თავიდან რა? ეს ერთი კითხვა და მეორე მანდვე. გამოსავლამდე რა მცდელობები ქონდა, რომ იმ პრობლემებს გამკლავებოდი, ანუ რეებით სადე მანამდე და რამ არ იმუშავა, ან რამ იმუშავა? მოკლედ იქამდე ჩემ რაღაც ცხოვრებას რო აანალიზებდი ხოლმე რა. ძალიან ზედაპირზე იდო, რომ ყველაფრით რაც რითიც კმაყოფილი ვიყავი, ან რასაც თავმობად მოვაწერდი ხელს, რომ ჩემი გაკეთებულია, ყველაფერი იყო ხოლმე რაღაც დისციპლინის ანუ წინ რაღაც დისციპლინირებული პროცესი უძღოდა ხოლმე წინ უეჭველი რა. აი გავიაზრე ძალიან მკაფიოდ. და მართლა ძალიან ზედაპირზე იდო რა. და სადაც კი რითიც უკმაყოფილო ვიყავი და შემდეგ ყველგან იყო კომპრომისი მაგ დისციპლინაში რა. აი გულწრფელად რომ რაღაც ჩემ თავთან მარტო რჩებოდი ხოლმე. მოკლედ აი მაგას ძალიან მკაფიოდ ხვდებოდი ხოლმე და მე რაღაც ჩემი ვცდილობდი ხოლმე რა ამ რაღაც ახლა უნდა ვიყო დისციპლინირებული თუ რაღაც რა. ადვილად მარცხდებოდი ხოლმე იმ ცდუნებების წინ, რაც ცდუნებებიც მოკლედ ამ დისციპლინას ხელს უშლის, რომ დისციპლინა იყოს რა. ხო და ანუ აქედან ანალიზის შედეგი იყო პირველი ის, რომ დისციპლინა მჭირდება აუცილებლად. მეორე რომ მარტო ვეღარ უმკლავდები ამ რაღაცას. ხო, მარტო ხან ვახერხებ, ხან ვერ ვახერხებ და ეგ არაფერზე არ არის დამოკიდებული უბრალოდ ხო რა, ანუ თუ ვახერხებ, ცოტა ხნით შემიძლია შევინარჩუნო ეგ პროცესი რა, ეგეც ანუ რაღაც მუდმივად რომ დაუნერგო ეგ წესი, რაღაც დისციპლინირებული ცხოვრების წესი. იდეაში ხო რა, მაგის რესურსი არ მქონდა რა. და მაგ მოლოდინით მოვედი მან, ნუ იქამდე რაღაცებს სადაც ერჩავდი, რასაც თქვენ მიყვებოდით ხოლმე და ასე შემდეგ, რომ იქ ველოდი რაღაც აი სამთვიან დისციპლინირებულ პროცესს. რომელიც ამ გაცნობიერებას ეხმარებოდა რა და მოლოდინი მქონდა ეგეთი რაღაც განსაკუთრებული არაფერი რომ რაღაც ახლა იქიდან რაღაც შარავანდედით გამოვიდოდი ეგეთი არ მქონია, მაგრამ ვფიქრობდი რომ აი ამ დისციპლინის გამომუშავებაში რაღაც ახალ ხელსაწყოებს წამოვიღებდი იქიდან რომ უფრო მარტივად შემძლებოდა და მოხდა ის რომ ეხლა ისე მიჭირს ხოლმე ხშირად რაღაც ამ რაღაც ხო რა, ანუ ის რაღაც რაც წარმოვიდგინეთ რომ ხო ეგრე ანუ ეგ მერე კიდე რაღაც საინტერესო მაგაზე თუ გვექნებოდ რომ ვილაპარაკოთ რაღაც ის გააზრებიდან მერე მაგის შესრულებამდე კიდე ხო რა რაღაც კიდე ძალიან ეკლებიანი გზა არის რა. მოქმედებამდე მისასვლელად ხო? ხო, მაგრამ შემეცვალა ის რომ დაუშვათ ნებისმიერი რაღაცის მიღება უფრო გამიიოლდა რა, მათ შორის ჩემი საქციელებისაც და როცა მაგას ვაანალიზებ ხოლმე, ან ჩემი სურვილებისაც რა. ხო, როგორც წესი რაღაც სურვილით იწყება ხოლმე, ხო, თუ რაღაც აზრით იწყება ხოლმე რა, ნებისმიერი კარგიც და რაღაც ხო, შედეგს არ აქვს მნიშვნელობა რა, ყველაფერი მაგით იწყება და ეხლა უფრო შეიარაღებული ვარ ხოლმე მაგ აზრებთან და სურვილებთან და ხშირად როცა იცი დაუშვათ საწყისი რა აქ ის დაუშვათ ის აზრი თუ სურვილი თუ რაღაც ემოცია რა სათავე რა აქ რა შენი დაუშვათ აი როდინდელი შეიძლება რაღაც ბავშვობის კომპლექსი რომელზეც ხო ან ფაქტი რა შეიძლება კომპლექსად არ ჩამოყალიბდე მაგრამ რაღაცამ განაპირობა ეხლა ეს ხო და მოკლედ როგორც კი რაღაც აი მაგ რაკურსში მაგ მასშტაბში უყურებ უკვე შენ თავს და შენ სურვილებს და ასე შემდეგ ხო რა უკვე მარტივია ანუ საკუთარი თავის უკეთ გაცნობა ქვია საბოლოო ჯამში ალბათ რა მეტი არაფერი სხვა მეტი მაინც არაფრით ვარ დაკავებული ჩვენ თავს ვიცნობთ და სამყაროს შესწავლებით. და მე მგონი ეგ არის რა. ხო და რაღაც ახალი ინსტრუმენტები წამოვიღე და ახალი სათვალეები ამ სამყაროს დასანახეთ რა. ერთი ეგეთი გამიშთა ცოტა ყოფითზე რო გადავიდეთ რა რაღაც. თავიდან მქონდა თუ არა რაღაც დაძაბულობა რომ აი მე გამოსავალში რა მინდა და ეხლა ვინმე არ ვნახოს და ხვდები რაღაც ეს ჯგუფთან ინტეგრირება როგორ მოხდა ეს ცოტა
შენი რაღაც ჩართულობა 12-ნი იყავით, ხო? თუ ხო. რაღაც. ექსპოტები ქონდა თავიდან. ექსპოტები როცა მოვედი აღარ მქონდა, მაგრამ იქამდე ბევრჯერ მაგით არ მოსულა, რომ ექსპოტები მქონდა, რომ ეხლა იმათთან რა მოყვება და რაღაცა ეგეთ, ხო რა, რაღაც ეგეთი წინააღმდეგობები მქონდა, მაგრამ აი ეგეც აი სანამ დახმარებას ითხოვ თუ რაღაც ეგეც ხო პროცესია რა, რაღაც დროს გონია, რომ კაცო მე თვითონ რა ვიღაცამ რა უნდა მითხრას ისეთი ჩემ თავზე, რაც მე არ ვიცი რა. რაღაც ხო 1000 მოკლედ ეს პრობლემა თუ დაავადებ რა ვიცი რაც გინდა ის დავარქვათ რა. როგორც მივხვდი, იმდენად არის ხოლმე ჩაბუდებული და მე მაგის გამოაშკარავება, იმხელა დისკომფორტია იმისთვის რა, იმაზე კონცენტრირება, იმ პრობლემაზე კონცენტრირება, რომ თვითონ ძალიან გეწინააღმდეგება, რომ მაგამდე მაგ რაღაც შენი შინაგანი სამყაროს რაღაც მაგ ბნელ ადგილებამდე არ გიშვებს ხშირად საკუთარი თავი რა და გატყუებს და სხვა გზით მიყავ და ასე შემდეგ და ბაკო აი ხოდა აი რა ეგ რაღაც ადამიანის როგორც არსების აი თანდევია რომ ყველაფერს იზავს ყველაზე ბოლოს მივა გაცნობიერებასთან რომ ეხა რაღაც უნდა შეუცვალო იქამდე საკუთარი თავი მუდმივად მოატყუებს ხოლმე ანუ აი ხები ამ ილუზიაში რატომ ვიცხოვრობთ 40 წელი 30 წელი 28 წელი მაგას ჩვენ ვეძახით ფსიქიკის დაცვით მექანიზმებს ხო რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს რეალურად მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი მაინც მიდის რაღაცა ტიპის კრიზისამდე როდესაც ხვდება რომ თვითონ უკვე აღარ შეუძლია ამის რაღაცა მართვა ან ამასთან გამკლავება და აი ეს კრიზისი არის როდესაც არსებობს შესაძლებლობა უკვე გადადგას ნაბიჯი და ითხოვოს დახმარება მიმართოს სპეციალისტს ან მივიდეს თუნდაც რაღაცა ჯგუფზე დახმარების ჯგუფზე ან ასე შემდეგ ტიპажზე რამდენად ბევრი რამე არის დამოკიდებული მაგალითად და ამ ადამიანის წარსულზე იმაზე თუ როგორ ოჯახში აღიზარდა როგორ სოციალურ გარემოში რომ ხო ანუ რომ მე აი ვიღაცას შეიძლება ეს კრიზისი დაუდგა, მაგრამ 10 წელი ჩარჩა ამ კრიზისში, ხო? და ვიღაცამ პირველივე ჯერზე ითხოვა დახმარება. კი ბატონო, აქვს ძალიან დიდი გავლენა ოჯახს, კულტურას, ღირებულებებს, პრინციპებს, რომელიც, რა ვიცი, მისი ბავშვობიდან მოდის და ესეც არის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ადამიანის აი ეს თუნდაც ეს ფსიქოემოციური ან ფსიქიკური პრობლემასთან გამკლავება გადადოს კიდე და გადაავადოს რა. ნუ რა თქმა უნდა ესეც ახდენს და პლუს ამას განათლება. რა ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი არის რა, როდესაც რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და იმის შესახებ ცნობიერება მაღალი არის, როგორ შეიძლება რომ ამ პრობლემას თავი დავახციო, უფრო მეტი შესაძლებლობაა რომ მალევე დავიწყო ამაზე ზრუნვა. თუმცა მოგეხსენება სულ რამოდენიმე წელია რაც ადამიანებმა დაიწყეს ჩვენ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რაღაცა ტიპის სტერეოტიპები ნენელა უკვე ირღვევა. ჩვენ ვიცით ხო რომ რაღაცა ტიპის ბარიერები საზოგადოებაში არსებული სტიგმის სახით როგორ გვიშლიდა ხელს რეალურად ადამიანებს რომ გვეზრუნა საკუთარ თავზე და საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ყველაფერს ან გახსოვთ პერიოდები რომ რას ნევროლოგთან მიდიოდნენ ხოლმე ოღონდ ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან არ მისულიყვნენ რომ მას დაენიშნა დამამშვიდებელი და ეგეთი არც ქონდა რეალურად ხო მაინც ცნობიერების იმაზე მივდივართ არა რომ უბრალოდ ძალიან დაბალ მიმართულებით თუმცა ეხლა აღარ არის ასე და უკვე ადამიანებმა დაიწყეს თუნდაც მენტალური ჯანმრთელობის ჰიგიენა პრევენციაზე ზრუნვა და იმაზე რომ არ არის აუცილებელი მაინდამაინც რა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გქონდეს შეიძლება ბევრი რაღაცაზე მიმართოს სპეციალისტი ფსიქოთერაპევტი. აი მე და შენ გვილაპარაკია, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჰიგიენის დაცვა ადრეულ ასაკში რა, რომ ეხლა ჩვენ მაინც ვართ თაობა, რომელიც აი ამ სტიგმიდან როგორღაც გამოვახციეთ და აგერ ეხლა კამერების წინ ვლაპარაკობთ რაღაც ეგეთ ფსიქოლოგიურ ფილოსოფიურ ამბებზე, ხო? მაგრამ და ჩვენი მშობლებისთვის, ბებია ბაბუებისთვის არ წარმოუდგენელი იყო, ხო? მაშინ ეს პრაქტიკა არ არსებობდა რა და მე მგონი ამ ღიაობით ჩვენ აი ამ ახალ თაობას ამ გზას უყაფავთ რა. ერთი ღიაობით და ცნობიერების გარდა, მეორე სერვისების ხელმისაწვდომობა და ზოგადად სპეციალისტების ხელმისაწვდომობა რა. ეგეც მაგიც გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ იყო, ანუ ვერ მიმართავდი, მაგალითად დამოკიდებულების სპეციალისტი ან სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდა, რა ჩვენი პროფილი არ ფაქტიურად არ იყო, ხო? ამიტომ ეხლა უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს და მათ შორის მოზარდსაც, რომ ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის. ბაკო, რა არის ნომერი პირველი განმასხვავებელი? ოკეი.
შენი ხა რაღაც კერძო პრაქტიკაც გაქვს და რაღაც სხვა ნებისმიერ ადამიანს იღებ და ამ თერაპიებს ასრულებ, მაგრამ დამოკიდებულ ადამიანთან ურთიერთობის რაღაც ტოპ 3 რომ გამოყო, რა სპეციფიკა არის? რეაბილიტაციაში ფსიქოლოგისა და ადამიანს შორის, კლიენტს ვამბობ თუ რაღაც პაციენტს შორის, ხო? სხვაობა და თბილისში რომ შეიძლება კონდეს ანამე სხვა დაწესებულებაში რა, ნორმატიულ ადამიანსა და დამოკიდებულებას შორის რა. ყველა თუ გინდა ერთი თუ სამი ბევრია, მაგრამ ზოგადად არ მიყვარს ხოლმე დიფერენცირება, აი გამოყოფა რაღაცა დიაგნოზის მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდოთ არის რაღაც სხვა. არა, სხვაობები არის. რეაბილიტაციაში კაცი რო არის, უკვე უნებრივია სხვაობები არის, თუმცა აი თუ კი მუშაობ რაღაცნაირად კონკრეტულად რომელიმე ფსიქოლოგიური მეთოდით, იქ არ არის სასურველი რაღაცა ესეთი, უბრალოდ ილაპარაკო ამაზე ესე ხმამაღლა რომ დიფერენციოთ, თორე რა თქმა უნდა ყველა ასე ვთქვათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა თუ დაავადება თავისი პროტოკოლი აქვს, ესე ვთქვათ თერაპიისა, თავის ჩარჩო აქვს და მიმართულება აქვს. სხვაობა რა არის? ბევრი სხვაობაა რა, დაწყებული ადრეული ბავშვობიდან, აღზრდის სტილი, ურთიერთობები მშობლებთან, გამოცდილებები, ადრეული ბავშვობის გამოცდილებები, ტრაუმული გამოცდილებები მათ შორის, ოჯახური ისტორია ადიქციების შესახებ ოჯახში და ასე შემდეგ. ფაქტორები, რომელიც შემდგომში უკვე განაპირობებს დამოკიდებულებას, რაც არ ხვდება სხვა ფსიქიკური დარღვევების შემთხვევაში რა. და თუ არის სხვაობა ნარკოტიკი, ალკოჰოლსა და რაღაც გემბლინგ შორის, თუ ეგეთი თამაში რა მიმართულებით სხვაობა? შედეგების მიმართულებით სხვაობა შეიძლება იყოს, განსხვავებული ზიანი შეიძლება იყოს, თუმცა მექანიზმი ერთი და იგივე. ერთი, მაგრამ დაავადების ან გამოჯამრთელების მკურნალობის პროცესი მეთოდოლოგია მკურნალობის და აღდგენის რეაბილიტაციის ერთი. შენი დაკვირვებით ვინმეს უფრო მეტად ხომ არ უჭირს, ან ხო არ არის უფრო რთული? ვერ ვიტყვი. ესე ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ ყველა ძალიან რთულია რა. თუ კი ჩვენ საუბრობთ ადიქციებზე, საკმაოდ რთული არის. აი, მაშინ ახლა ვახსენე. მაგრამ ერთი რაღაცას უნდა დავამატოთ, მე მგონი რა, რომ აი ეგ მგონი, ანუ ხო რაღაც ჩემთვის ძალიან უეჭველია თუ არ მეშლება, რომ დაუშვეთ დამოკიდებული ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებული თუ გაცნობიერებული. ხო. ანუ აი ამ გაცნობიერების სამყაროს აღქმის ნაწილში ბევრად წინ არის, ვიდრე ნორმატიული ადამიანი, სტატისტიკური ნორმატიული. უკვე ხო რა მაგის თქმა მინდა. ეგ სხვა ხო რა, ანუ აი ეს გზა გაუვლილი და გაცნობიერებული ადამიანი უკვე საშუალო სტატისტიკურ ნორმატიულ ადამიანზე წინ არის, მგონი მან სამყაროს აღქმის სწორად აღქმის ნაწილში რა. აი მაგალითად რას გულისხმობ? მე ჩემთვის აი ამ გზაზე მოკლედ ანუ შენ დემონებთან პირისპირ შეხვედრა გიწევს და ხო რა ეგ მე ვფიქრობ ეგრე რა, ცოტა მერიდება მაგის რა, ეხა ისი კი არ არის რომ რაღაცას მივხვდი და ეხა მე როგორ ვხსნიცი მაგას? რაღაც აი რატომ ვარ მადლიერი ჩემი წარსული გამოცდილებების რა, რომ დღეს საშუალება მაქვს დავინახო აი ეს კონტრასტი სამყაროებს შორის, აი მაგი თუ არ რაღაც მადლობელი წარსულის, რომ აი ეს ძალიან ცუდი გამოცდილებები ეხლა ამ სამყაროს აბსოლუტურად სხვანაირად მანახებს და ნორმატიულ ადამიანს, ვისაც არ ქონია არც მძიმე ან ტრაუმული გამოცდილებები, ხო, ის ესე ვფიქრობ, შეიძლება ვწდებით, სამყაროს უყურებს მისთვის სამყარო აღარ შეიძლება არ იყოს ასეთი კონტრასტული რა. ჩემთვის არის. ანუ მე თუ ძალიან დიდი კრიზისიდან მოვდივარ და დღეს ბედნიერი ვარ, ჩემი ბედნიერების ლეველი არის თქვა 100-დან 80. ვიღაცა რომელიც დღეს უბრალოდ ბედნიერია, იმიტომ რომ რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში, მგონია რომ არის 30. მაგრამ იმისთვის 80-ია. აი ხო და ესე ვფიქრობ, არის თუ არა ეს ასე შენი აზრით, რომ ჩემი მგზნობელობა კრიზისიდან ეხლა კარგად ყოფნამდე თუ არის გაზრდილი და ეს კონტრასტის მე ვიტყოდი ესე რომ შენი ინდივიდუალური აღქმა იმ ბედნიერების შესახებ განსხვავდება იმ ადამიანის ინდივიდუალური აღქმისგან ბედნიერების შესახებ და ეს სხვაობაა თქვენ შორის, მაგრამ ვერ გავზომავთ ალბათ ხო მაგას, ვინ უფრო ბედნიერია, ის ადამიანი თუ ის ადამიანი. ძალიან რთული არის ამაზე
ესე პირდაპირ რაღაცა ტიპის არგუმენტების და მტკიცებულებების გარეშე თქმა, რომ ხო, არა, მე უფრო ხო რა მინიმუმ უფრო მეტი ინსტრუმენტი და იარაღი აქვს. ეხლა გადავიდეთ მაგაზე რა ინსტრუმენტებზე. რომ ადამიანებს ხშირად ძალიან ბევრს უყურებს რა, რომ მანდ გამოსავალში ეხლა არაფერი ადიქციური არ მჭირდა, ისე რომ ვიარო, კი, ანუ ძალიან კარგია და მე მგონი ხა მაგას გულისხმობ. არის აი ეს მენტალური ჯანმრთელობის და ჰიგიენას რასაც გულისხმობთ. შეიძლება რომ გამოსავალი მართლა არ არის მარტო რაღაც გემბლინგი, ნარკოტიკი და ალკოჰოლი, ყველა მენტალური პრობლემის გამოსავალი არის გამოსავალი, ანუ ცენტრს გულისხმობ, ჩვენი რაც დღის ცენტრის და ვერის ოფისი და განსაკუთრებით ამბულატორიას რაც ვეძახით, ხო? და აი ეს ინსტრუმენტები ცუდ ხასიათთან გამკლავების, ურთიერთობების პრობლემა, საკუთარი თავის და თვითშეფასება, ან იმდენი ფაქტორია და იმდენი მიმართულება არის, რომ ნებისმიერ ადამიანს მართლა 1-2-რად გაამყარებდა, ანუ გააძლიერებდა რა. სამსახურში, ხო, სამსახურში რაღაც კარიერული პრობლემა და ასე შემდეგ რა. და გამოსავალში სხვადასხვა სპეციალისტების მიერ რაღაცა კურსებით, სხვადასხვა მიმართულების კურსებით, ან ინდივიდუალური თერაპიებით შეგვიძლია რომ ვისწავლოთ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი თუ ამებს არ გაივლის. აი ის რაც შენ ახლა ახსენე, არის ეგ რომ ვიღაცას, ვინც მე ადრე მაგალითად სუდამინძე რომ ვიწყენდი, ან ჩემთვის რო იყო გამოწვევა რაღაც სიახლე და ეს შიში იყო, რომელიც უნდა დამეთრგუნა რაღაცით, ანუ რომ ეს შიში გადამელახა და ყოფილიყავი ჰიპერაქტიული, ხო, რაღაც პერიოდი ვისწავლე წერა, მადლიერება საერთოდ რას ნიშნავს, ხო? აფირმაციები, რომ საკუთარ თავს გულის სიღრმეშივე უბნები კარგ რაღაცებს, სხეულის პატივისცემა და მადლიერება შენი სხეულის, რომელიც გემსახურება, ანუ მილიონი რაღაც არის. ჩემი პირველი ეგრეთ წოდებული, რომელსაც ვახსენებთ, რაღაც გამოღვიძების თუ ინსაიტს, რასაც ვეძახით, რეაბილიტაციაში ორი იყო მნიშვნელოვანი, ერთი ლოგინში რო ვიწეხი და მეორე დუშის მიღების დროს აბაზანაში, ანუ აბსოლუტურად არა ისეთ გარემოში, სადმე თერაპიაზე კი არა და ლოცვის დროს კი არა, აი ძალიან სიგიჟე ადგილას რა. და შესაბამისად ეგ რაღაცები მომიტანა რა ამიცი რომ მანამდე ვაკეთებდი რაღაც მოქმედებებს, რაღაც ტექნიკებს ვიყენებდი და აი რო დაგროვდა სადღაც, იმიტომ რომ ეს გამოღვიძება და ინსაიტი კი არ ელოდება დავარცხნილ აკადემიურ გარემოს შენთვის რა, აი აბაზანაში დამარტყა თავში და მართლა აი რაღაც მთელი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პასუხი დამეცა თავში. ისევე როგორც გამოჯამთელების ლოგინში რაღაც. ხო და მნიშვნელოვანია რა, კარგი რაღაც ახსენე რომ და აქვე კითხაო რომ შენი რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე გამოსავალში ამ კურსის განმავლობაში, რასაც დღემდე იყენებ, აი ერთი რაღაც ტექნიკა რა, ძალიან ისეთი ყოფითი რა, რაც ძალიან დაგეხმარა რა. ხო, პირველ რიგში ჯერ ანუ ეგ მართალია რა აზრით ჩამოვაყალიბე რომ ხო, ანუ მე თუნდაც ის კურსი რაც მე გავიარე, პრაქტიკულად ანუ ძალიან ცოტა წილად ქონდა ალბათ საერთო რაღაც იმ კურსთან, რასაც ანუ დამოკიდებულება. არა, თითქმის ან დამოკიდებულებასთან ხო რა. ნუ იყვნენ მსგავსი პრობლემითაც, ვინც აბსოლუტურად თავისუფალია მაგ პრობლემისგან, მოკლედ ხო, ეგ მაგას არ ემსახურებოდა რა, ეგ კურსი და პასუხი იმ შეკითხვაზე, რომ მარტო დამოკიდებულების შემთხვევაში არის სასარგებლო და უშუალოდ რაღაც მსგავსი კურსის მართემებზე საფიქრი, ხო, პასუხია არა რა. და იდეაში მეც აი წერანდელ ამბავს რო დაუბრუნდეთ, ჩემთვისაც ეგ აი ბაკომ ახსენა, რომ ხო სხვადასხვა ადამიანებისთვის რაღაც სხვადასხვა შრეზე ჩასვლა არის, ტრიგერი, რომ ეხლა დახმარება ითხოვეს თუ რაღაც ეგ და აი მე მაგალითად ჩემთვის ეგ რომ აი ეხლა უკვე ყველაფერი დაუკარგე თუ რაღაც აი ეხლა უკვე მიშველეთ ხა ჩემი თუ ეგ უმკლავდები ამ პრობლემებს კი არ იყო უფრო რა, უფრო იყო რაღაც ფრაზა სპეციალისტის თოხასი და მაგ ფრაზისთვის ძალიან მადლიერი ეგ აი ეხლა დღემდე მომყვება რა. გიოს ეგ ფრაზა რომ აი როცა ვლაპარაკობდით მაგ მოკლედ ამ რაღაც
რაღაც ჩემ ამბებს кейსებს უყვებოდი. მაშინ მითხრა რომ მოკლედ აი ამ როცა ამ შეკავებაში ხარ რა, ანუ რაღაც პრობლემის გადაჭკმალობაში, ამ რაღაც ნერვიულობების, ღელვების დისკომფორტების, რაღაც ხო რაღაც მიფუჩეჩებაში თუ მოკლედ ძალიან ბევრი ენერგია მიგდის მაგაზე ამ ყველაფრის შეკავებაში რა, დამოკიდებულება იქნება, შეიძლება დაუშვათ არ მოიხმარდე, მაგრამ დამოკიდებული ადამიანი იყო და ამის შეკავებაში ძალიან დიდი ენერგია მიგდის, ან თუ რაღაც რომ ძალიან გინდა და რაღაც ვერ აღწევ თუ რაღაც აი მაგის შეკავებაში თუ რა მოკლედ რა, ხო ნებისმიერ თემას შეიძლება მოვარგოთ ეგ. ძალიან ბევრი ენერგია მიგდის მაგაში და როცა მაგის მიუხედავად მაინც ნუ რაღაცას აღწევ, რაღაც გამოგდის და ასე შემდეგ რა. მითხრა რომ წარმოიდგინე, როცა აი მაგ ენერგიას გამოათავისუფლებ, როცა იმას მოული, რაღაც თავის სახელს დაარქმე, უმკურნალებ, მე აი ეს ენერგია რო გამოგითავისუფლება, რამხელა რესურსს გიჩენს რაღაც ახალი ნაბიჯებისთვის რა. ხო და თითქოს აი ეგ მე რაღაც მაგაზე წამოვეგე, რომ ანუ მართლა ეგრეა რა, რო დაფიქრე, ლოგიკურად ეგრეა, ანუ რაციონალურად, ანუ მაგ წინადადებას რო ანალიზი, აი როგორ სკანერშიც გინდა გაატარო, ლოგიკურია რომ მართალი იყოს რა და მოდი რა და ხო რა მე რაღაც უკვე კონკრეტული მაგალითებით ხვდები რომ მართალია რა ეგ. მაგრამ მგონი რაღაც სხვა მკითხე საერთოდ ხო და აღარ მახსოვს. არ ინსტრუმენტზე ან რა ისწავლეთ ხო რომელმაც ყველაზე ხშირად იყენებთ ხო რა? ანუ მოკლედ ჩემ თავზე დაკვირვება ვისწავლე მგონი რა, ხო, ანუ ჩემ სურვილებზე დაკვირვება და რაღაც კონკრეტული ფაქტების გახსენება, თუნდაც ჩემი ცხოვრებიდან ხო რა უკვე რაღაც სხვა გაცნობიერებით ვიხსენებ, ანუ უკვე ხვდები სად რატომ მოქმედებდი, რა სურვილი რის გამო მიჩნდებოდა და ასე შემდეგ. ოღონდ თან მეც აი ძალიან ლეკვი ვარ და ახალი ვარ რა, ეხლა მაგ ამ სამყაროში რა, ჯერ კიდე ხშირად ხო რაღაც ისევ აი რაღაც ძველი ტვინის მოწყობით აღვიქვავ ხოლმე მოვლენებს, მაგრამ აი მაინც ისეთი ვეღარაზოს ვეღარ თითქოს რა, იმიტომ რომ ხო რაღაც ეს სამყაროს ამ რაკურსიდან ხედვა მაინც ჩართული მაქვს რა, ხო და ანუ ეგ ეს არის რა ქვია, არასდროს აღარ იქნება სამყარო ისეთი როგორც იყო. როგორც იყო ხო. ამ გამოჯამრთელებას, ხო? რაღაცა გამოსავალში მოსვლას, შეხებას ამ ცოდნასთან აქვს ეგ ეფექტი რა, რომ ყველაფერი აღარაფერი აღარ არის ისეთი როგორც აქამდე იყო რა. ზუსტად ხო. და აი თითქოს შეიძლება ეხა იმ წუთას მაგრამ ეხა აი წარმოვიდგინე უცებ აი შევხედე მაყურებლის თვალით ხო ანუ აი რაღაც ისე არ გამოგვივიდეს რომ აი ეხლა რაღაც სხვანაირია სამყარო და რაღაც მაგას სამყარო არის ისეთი როგორც არის, რჩება ისეთი როგორც არის, უბრალოდ ჩვენი დამოკიდებულება და ხედვა სამყაროს მიმართ. მოდი მაშინ მაყურებელს აი შენი ხედვა სამყაროსი თქვი რომ რაღაც ჩემ პრობლემებს დაკვირვება ვისწავლე. აი კიდე როგორ შეიცვალა, აი კიდე უფრო მეტად რო ახსნა რა. ანუ მოკლედ კონცენტრაციის ეპიცენტრი გადმოვიტანე ჩემ თავზე რა და ყველაფერი რაც მაწუხებს გარემოში და ასე შემდეგ ხო მივხვდი. კაი არის ეგეთი მომენტი რომ რაღაცა მოვლენებს ან პრობლემებს სხვას აბრალებდი და ეგეც შენ თავზე გადმოიტანე. კი რა თქმა უნდა ხო ანუ ზუსტად ეგ ვიგულისხმე რა ანუ ეგ ეპიცენტრი გადმოვიტანე ჩემ თავზე რა. ხო სხვა ადამიანები ისე იქცევიან, მაგრამ ეგ ჩემზე რა გავლენას ახდენს ან ხო, აი მოდი, აი ყველაფერს თავიდან რაღაც ისეთი აი ყველას რო გამოცდილი გვაქვს ეგეთი მაგალითი ვთქვათ და მარტივი გასაგები იქნება რა. აი ყველას ქონია ალბათ ეგეთი ფაქტი, როცა დაუშვათ რაღაცაზე ღელავ ან ნერვიულობ, ხო არ ვიცი რაღაც მსგავსი. ანუ ერთი და იგივე სიტუაცია შეგიძლია თავი იგრძნო კარგათაც და ჯოჯოხეთშიც რა, მაგას ვამბობ, აი დაუშვათ სახლში დივანზე იგივე დღეს რაღაცაზე ანუ ის ემოციონურ მდგომარეობაში იყო რომ ადგილს ვერ პოულობდე და იგივე დღეს იგი არაფერი არ შეცვლილა ხო ის სანერვიულო ისე არის მაგრამ უბრალოდ სხვა რაღაცაზე ხარ კონცენტრირებული და თავს გრძნობ მშვიდად და კარგად რა ანუ ეგ ხო ფაქტია რომ მთავარია შენ რაზე კონცენტრირდები მოკლედ რა ხო ან სხვაგან გამოსავალში ნასწავლ რაღაც ტექნიკას აკეთებ და ამას გამოყახარ მდგომარეობა. ზუსტად ხო? კი. ბაკო,
შენი დაკვირვებით ადამიანები რომლებიც გამოსავალში მოდიან, ცხოვრობენ, შენთან აქვთ კონტაქტი, ერთი ტექნიკა ყველაზე ხელმისაწვდომი, ყველაზე ადვილად მისაწოდებელი მათთვის რა შენი მხრიდან რა არის, რას აკეთებენ და მეორე ყველაზე რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც 3 თვის თავზე თუ 2 თვის თავზე აი იმას რო აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს. რა, პირველი რა არის ყველაზე მარტივი, აი სხეულის დონეზე რო თქვა და დაკვირვება საკუთარ ემოციებზე, ხო? საკუთარ შეგრძნებებზე, ემოციებზე და ფიქრებზე. რაც მე აძლევთ საშუალებას, რომ მოვლენები ცოტა განსხვავებულად დაინახონ. რა არ იყვნენ იმპულსურები, პირდაპირ აი ამ რაღაცა სიტუაციასა და მათ რეაქციებს შორის სადღაც გააჩინონ ეს შუალედი, რაც არის მათი აზრები და ფიქრები, ინტერპრეტაციები ამა თუ იმ სიტუაციის და ეს ძალიან ეხმარებათ ესეთი მარტივი არ არის რთულია და ჭირდება ბევრი ვარჯიში ამისთვის, რომ რაღაცნაირად აწერინე დაეწყოს. ბუნებრივია ხო არის რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ ტექნიკა, რომელსაც მე წერენ რა, ცხრილები არის სპეციალურად ავსებენ ამ ყველაფერს და ხშირად უნდა ივარჯიშონ და მე უკვე ხდება ამ გარკვეული ფიქრების და კოგნიციების შეცვლაც და ხვდებიან იმას, რომ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში მათი შეხედულება ან ფიქრი ან წარმოდგენა, როდესაც შეიცვალა მათი ემოცია და შეიცვალა შედეგიც რა, აქცევაც აბსოლუტურად განსხვავება, რეაქციები შეიცვალა. ხო. ამ მოვლენაზე. ის რაც მათთვის შიში სამგზვრელი იყო, ეხლა სულაც აღარ არის შიში სამგზვრელი, მაგალითად რა. გამოვიხმაურები რას ნახეთ, აი რო თქვით, რომ სხვებსაც დაეხმარება. რეალურად რა ხდება, ხო? ანუ იმუნარების სწავლება ხდება თუნდაც აი ჯგუფებზე, რომელიც გამოსავალში ტარდება, ხო, რომელიც ყველას გამოადგება. ეფექტური კომუნიკაცია იქნება თუ ემოციების მართვის ტექნიკა იქნება თუ სტრესთან გამკლავების რაღაც და მაინდფულნესის ტექნიკა, ყველას ეხმარება, არ აქვს მნიშვნელობა, დამოკიდებული არის თუ არ არის. ანუ რეალურად რაღაცა უნივერსალური პაკეტი შეიკრა იმისთვის, რომ რაღაცა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ასე ვთქვათ, ყველასთვის შედეგიანი ყოფილიყო. და ხელმისაწვდომი რადგან ახსენე. თუმცა კიდევ ერთხელ არის რაღაცა ტიპის სიღრმისეული ინტერვენცია ჩარევა საჭირო, სადაც ვერც ამ ტექნიკას, ვერც იმ ტექნიკას ვერ მოარგე და აქ უკვე ესე კლინიკური, ასე ვთქვათ, და ხელმისაწვდომი რადგან ახსენე მართლა ძალიან მადლიერი ვარ, რომ ანუ გამოსავალს აქ რაღაც 2 დღე აქვს, სადაც უფასო სესიებს ატარებს, მათ შორის ნუგზარის აქ უფასო შეხვედრები, ხუჩაბათობით ლექციები არის ღია სხვადასხვა თემაზე და ჯგუფებია კიდე მოკლედ არის რაღაცეები, სადაც შეგვიძლია რომ ეს ადამიანები შევიკრიბოთ, ვიდისკუსიოთ, კითხვები დავსვათ და სპეციალისტებისგან პასუხი მიიღონ. ერთს რო ამბობდი ახლა რო ყვებოდი, სულ წარმოვიდგენ ხოლმე რეაბილიტაციაში ამ ადამიანებს რა, ჩემთვის ძალიან ახლობელია იქ მდგომარეობა რა და ეს თავიდან ეს სიმძიმე, უცხო გარემოში, ცოტა უიმედობა და ნელ-ნელა როგორ იცვლება ეს სიბნელე და ეს რა ნაცრისფერი უფერო სამყარო როგორ ფერადდება რა და ერთხელ მკითხეს გოგოებმა სხვადასხვა და მინდა რომ კითხო რომ ეს რა ქვია შენვე გაახმოვანო რა რომ ჯოიქო რა ეს ბიჭები რო ხართო რეაბილიტაციაში რო არიანო და რაღაცები აი ესო ტირიანო ბიჭები საერთოდ ტირიანო და მე უთხარი რა მე ჩემ თავზე უთხარი რა რომ ანუ მე მიტირია ანუ ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში მიტირია რა და რამდენად ხშირად ტირიან რეაბილიტაციაში ანუ და როგორია და ტირილი საერთოდ რა არის ფსიქოლოგიაში რა როცა იტირებათ ვასწავლით რომ იტირონ თუ კი უნდათ ტირილი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ სტერეოტიპი ხო რომ აი ის რაღაც ხო ეს რაღაცა ჩაძახილი ხო რომელიც უკაკრო კაცები არ ტირიან ბიჭები არ ტირიან ცრემლი არ დაანახოთ არა ისეც აი ნუტირი ხარ ბავშვი როგორი საერთო ნუახლიური ფრაზა ძალიან როგორ რეალურად უნდა დაუპირისპირდეს იმ ბუნებრივ რეაქციას რასაც ტირილი წარმოადგენს სევდაზე და ასე შემდეგ ხო რომ ამ ტირილის საშუალებით კიდე მთელი ჰორმონალური სისტემა იმაშება ხო ერთვება რომ ამ ტირილის საშუალებით მეხსნება ეს რაღაცა დაძაბულობა თუ ეს სევდა რომელსაც ახლა განვიცდიან ასე შემდეგ და რას გამოყოფს შენ გიყვარს ხოლმე და კარგად ანუ რა ფუნქცია ირთვება რა
ნუ პირველ რიგში სტრესის ხო კორტიზოლი იწევს დაბლა ხო, ბუნებრივი არის და შესაბამისად გვეხმარება რომ რაღაცნაირად ამ დაძაბულობისაგან და ამ დაჭიმულობისაგან ცოტათი გამთავისუფლდე და ამ სევდისაგან რომელიც ძალიან გააისარი ხო, შემაწუხებელი ხდება და ტირილის შემდეგ თითოეულ თქვენთანგანს გამოგისწრე რომ ტირილის შემდეგ გეშვება რაღაცნაირად ეს რაღაცა ძლიერი დისკომფორტი და გეტირება იტირე და ის სივრცე არის სადაც შეგიძლია რომ იტირო იმიტომ რომ არ ტეხავს ამის გამო არავინ არ შეგაფასებს ტირილი არ არის სისუსტის ნიშანი და აი ეს სწორედ ამ სტერეოტიპების რღვევა და ამ სქემების რღვევა რომელიც სადღაც ბავშვობაში ჩაიდო ხო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აი განთავისუფლებას ემსახურება რა რომ თუნდაც მოსულა ტირილი რა და ამის გამო არავინ არ გაიშვებს ჩემსკენ თიც რომ აი ნუ ტირი ხარ და აი ეგ როგორ კაცების ტირიან კაცების ტირიან და ჩემთვის მართლა ის არის რა ქვია ძალიან ამოუხსნელი სასწაულის ადგილი არის რეაბილიტაცია. აი ამ ნახევრად დახურულ სიტუაციაში აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები, სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, წარსულის, როგორ რაღაც მომენტი რო დგება, როგორ ახერხებენ ერთ ორგანიზმად რომ ყალიბდებიან. რა და აი ეს გამოჯამრთელების საერთო ამინდი რო იქმნება. და მენტორიც, ფსიქოლოგიც, მზარეულიც და ყველა რაღაც თითქოს ერთი, მე ამ სახს როგორ უვლიან ერთად და აი მას რო უყურებ რა, აი მე რა მემართება, იცი რომ წარმოვიდგენ ხოლმე რა მაგარი იქნება რომ შეგვეძლოს აი ამ მოდელის, ამ პროცესის თელ ქვეყანაზე და ერზე გადატანა. რომ უცბად მთელი ერი როგორ ერთიანდება რომ მოდი ამ პრობლემას ერთად მოვაგვარო. მოდი ხო, ხდები და აი ეს და სადღაც უშვებ, რა ხა მე არ ვიცი რაღაც ანთროპოლოგია, ფსიქოლოგიაში არსებობს ანთროპოლოგიური მიმართულება, ალბათ გამოსაკვლევი არის, როგორ შეიძლება რომ აი რაღაც 12 ადამიანის მაგალითი განაზოგადო და თქვა რომ თუ იქნება სივრცე და ან ქვეყანა თავისუფალი ამისგან, მაშინ ადამიანები რომლებიც იქ ცხოვრობენ შეძლებენ ესები, დისციპლინა საზღვრები, რომელიც ჩვენ არ აგვაქვს, ხო? რეაბილიტაციაში და ესენი არის რეაბილიტაციაში, ხო? და სტრესთან გამკლავების რაღაცა ტიპის მექანიზმები. ადამიანები, რომლებიც უპირობოდ გიღებენ ისეც, როგორიც ხარ, გისმენენ ჩაგურის გარეშე. ხო, ჩაგურის გარეშე გისმენენ. არ გაფასებენ. ყოველთვის შეგიძლია დახმარება ითხოვო და მიიღებ ამ დახმარებას. იდეალური მიკროსამყაროა, ხო, რეალურად და კი ბატონო, თუ კი ამას განვაზოგადებთ რატომაც არა და პლუს მუდმივად ხდება აღჭურვა რაღაცა ტიპის ინფორმაციით და განათლებით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია წეღან რაც თქვი, ხო, რომ მეგობრებო, ძალიან კარგია, როგორც ხდება ხოლმე მეორე ნაწილი, რომ გაიხსნება პოდკასტისთვის, უფრო საინტერესო ხდება, მაგრამ ნუ შეზღუდულები ვარ დროში. ბაღო, თუ არის რამე, აი რაც არის თქმაც ყველაზე იშვიათად შეგიძლია ხოლმე ან გინდება რა და აი ეხლა შეგიძლია რომ თქვა ყველაზე მეტად მგონი ჩემ ემოციებზე ხმამაღლა ლაპარაკი მიჭირს ეხაც რა და სახელის დარქმევა ჩემ ემოციებზე რა მაგის მოკლედ მაგრამ ამ პროცესმა რაღაცნაირად მაიძულა რომ ხო მაგ ემოციებს უაკვირდებოდა სულ და იშვიათად გამომდის ძალიან რა რომ დაუშვათ რაღაც სწორ მოკლედ ანუ ხო ანუ იმის თქმა მინდა რომ ხშირად ვცდებოდი და ეხლაც მაგ ხოლმე ანუ განვიცდი ჩემ მიერ გამოგონილ ემოციებს რაღაც ეგრე ვაიდენტიფიცირე ჩემი პრობლემა ანუ რაღაც ჩემ მოკლედ ჩემ თავს ვავალებდი რომ რაღაც განეცადა რა ანუ რაღაც მოვლენას შეუთხზავდი რაღაც მძაფრს ჩემ თავს და ვაიძულებდი რომ იმაში ეცხოვრა რა ეხა აღარ შვები ასე ეხლა მაგ ხოლმე მაგის მოთხოვნილება და სურვილი ეგ მგონი მოდიოდა იქამდე რომ დამოკიდებული ვარ ადრენალინზე მძაფრ შეგრძნებებზე როცა ეგ მაკლდა ხოლმე მაგის თუნდაც საერთოდ არაფერი მოქმედება არ
შემესრულებინა და გარეთ არ გაუსულიყავი და რამე არ დამეშავებინა, რაც ადრენალინს მომიტანდა. წარმოიდგენდი. ხო, რა წარმოვიდგენდი, ვიხსენებდი რაღაც ისეთ ფაქტს, რომელიც ჩემში რაღაც მძაფრ ემოციას აღძრავდა და მე მოვიხმარდი იმ ადრენალინს რა. ხო და ეხაც მიჩნდება ხოლმე ეგეთი სურვილები. მაგრამ უკვე ვიცი საიდან რატო მიჩნდება ეგ სურვილი თუ საიდან მოდის რომ ეხლა მაქვს ადრენალინი, აი კონკრეტულად ადრენალინის მოთხოვნილება, რომ აი ეს რაღაც შვიდი გარემო ჩემზე სულად მუშაობს, იმიტომ რომ ხო მე ადრენალინი მჭირდება, იმისათვის თავი ცოცხლად ვიგრძნო და მაგის გამო ადრე რაღაც დგებოდი და ვაშავებდი კი არა, ხო აი პირდაპირ აი დაალაგებულ ცხოვრებას ვრევდი იმის გამო რომ განმეცადა რაღაცეები რა, მოკლედ ხო და ეხაც ზუსტად იგივე ინტენსივობით მაწუხებს ხოლმე ეგ რაღაც შემოტევები, მაგრამ ხო რა, ეხლა მაგას უკვე რაღაც სხვანაირად ვაკვირდები. სუსუ ბოლოს აი რაღაც თქვენ რომ რაღაც თითო რაღაც ფრაზით ან ძალიან რაღაც რამდენიმე წამიანი შეჯამებით შენი სათქმელი საკუთარი თავის ან სამყაროს მიმართ რა იქნებოდა და აი რას ეტყოდ. ჩათვალე რომ აი ჩვენ კი ვერ ვეუბნები, აი საკუთარ თავს ეუბნები. აი რას ეტყოდ. ხო, თან ალბათ ამ ჩვენ დიალოგთანაც კავშირში უნდა იყოს რაღაცნაირად შემაჯამებელი. ანუ მოკლედ იმის თქმა შეიძლება ალბათ რომ მაინც რა ჩვენ მაგით ვზომავთ ყველაფერს, ხო რომ რაღაც თავს როდის გძნობ კარგად და როდის გძნობ ცუდად, ანუ ხო რა. თუ კარგად ხარ იდეაში დახმარებასაც არ ითხოვ, ხო და ხო რა სხვა რაღაცაზე ხარ კონცენტრირებული. ხო და ხშირად რა, ანუ აი დაუშვათ ჩემ სამეგობროში რაღაც ძალიან პლურალად არ მიყვარს რაღაც სხვების მაგალითებზე ლაპარაკი და ასე შემდეგ რა, მაგრამ აი დაუშვათ იგივე გზა, რაც რაღაც აი მოდი აქ ჩავიხედოთ რა ხდება რა. ეგ რაღაც სხვა ადამიანებთან ერთად სხვა ადამიანებიც იყვნენ მაშინ ჩემ გვერდით, ვისაც უნდოდა იგივე მცდელობა და მოკლედ მახსოვს რომ მეც მქონდა ეგ განცდა და იმათაც რომ იმის გამო რომ შეჩვეული ხარ რაღაც შენ ყოველდღიურ რუტინას თუ რაღაც ხო რომ აი წინასწარ როცა რაღაც მიდიხარ რაღაც დაუშვით მოაგვარო ეგ პრობლემები რა აი ძალიან მკაფიოდ მახსოვს ჩემი შეგრძნებას და რო გავაზიარე მე დანარჩენებიც მაგას ამობდნენ რომ შეგრძნება ქონდათ რომ აი ამ ყველაფრის გარეშე ცუდად იქნებოდნენ რა და რატო უნდა იჩალიჩონ რომ ცუდად იყო აი რაღაც ხო რა ხო ხდები რატო უნდა დახარჯოს ახლა 3 თვე თუ რა ვიცი რამდენი ხანიც არის რომ ბოლოს ამ ყველაფრის გარეშე იყოს ხო ამ ყველაფრის გარეშე ხო ძალიან ცუდად იქნება რა ანუ მიზანი ხო საბოლოო ჯამში რაღაც კარგად ყოფნა არის რა ხო და აი ისიც ძალიან იქოია რომ აი იმ ყველაფრის გარეშე როგორ შეიძლება რომ კარგად იყო რა და სინამდვილეში კარგად ყოფნა რომ ეგ არის რა რაღაც აი როცა ამ პრობლემებთან შეხვედრილი ხარ და გავლილი გაქვს თუ სახელდარქმეული თუ ხელჩამორთმეული თუ რაღაც რა გადაჭრილი ხო რა ანუ ხო რაღაც გამოჯამრთელება რაღაც შეკავებაში თუ გამოჯამრთელება კი არა ხო რაღაც მოკლედ ამ გზის გავლა ის არ არის რომ ეგრე აღარ მოიქცე რასაც მიყავ ხარ რაღაც სულ შედეგებამდე რა და ხო მარტო ეგ არ არის ხო მარტო ანუ მაგ დროს კარგად როგორ იყო რაღაცა თავარი ამოცანა ეგ არის და ეგ აი ძალიან მიღწევადია რა მგონი ხო უბრალოდ რაღაც მაგ სწორი კომუნიკაცია შეიძლება მაგით უმჭირდება ვიღაც ვინც ამებს გასწავლის თავიდან რა ხო უეჭველი ვიღაც და შენ რას ეტყოდი მაინც ისეთი პროფესიის წარმომადგენელი ხარ რომ შენ სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს ადამიანები რომლებიც ახლა ამას ნახავენ შეიძლება დახმარების მთხოვნა უჭირდეთ ან გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და აი შენი მიმართვა რო იყოს ადამიანებისთვის ვისაც უჭირთ რა გააკეთონ და აი რას ეტყოდ ყველაზე მარტივი არის რომ გადადგან აბიჯი და დახმარება ითხოვონ ეგ თუ ძალიან რთულია აი ეგ ყველაზე რთულია სინამდვილეში ყველაზე რთული არ არის ეგ არა არ არის რთული პრინციპში როგორ არის რთულია თუ არ არის რთული სანამ არ გადადგავ მაგას ვერასდროს ვერ მიხვდები ნუ სცადონ და ითხოვონ დახმარება ოკეი მაგრამ საინტერესო რა არის იცი კაი ერთ წამი არ და იყოს ხო არის ეგეთი
დარწმუნებული ვარ რომ არის ეგეთი. მოდი სხვა მესიჯი გავაჟღერებ რა. თუ კი ადამიანი თვითონ ვერ ხვდება რომ რაღაც პრობლემა არის. გარშემო მაინც არსებობდეს დამხმარე ადამიანები, ვინც შესთავაზებენ ამ დახმარებას რა, იმიტომ რომ მე შეიძლება მთელი ცხოვრება ვიყო ტანჯვაში და ვერ გადავდგე დამეხმარეთ, მაგრამ ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, ვინც მეტყვიან რომ ხო არ გჭირდება დახმარება. არა, ნახე, ხო არ გჭირდება დახმარება. აქ ვარ და ეგ იყოს ის იმპულსი, რომელმაც რაღაცა мотиваციის წყარო, რომელმაც თქვას, ვაი, ბიჭო, მაგრად დავიღალე და ხო მჭირდება დახმარება რა. ამიტომ აი ისევ მივდივართ საზოგადოების ცნობიერების გაძლიერებამდე რა, რომ რაც უფრო მეტად ვართ აღჭურვილები სხვების დახმარების იმაში, ხო, უნარებში, მით უფრო შეგვიძლია რომ დავეხმაროთ ადამიანებს და მით უფრო და რაც ამ სტერეოტიპებიც ის იქნება, რომ ანუ მე თუ ვითხოვ დახმარებას თუნდაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, ეს არ ტეხავს რა. აქ დავამთავრებთ ამ გადაცემას, მაგრამ ბახუტა იწევს რომ გისმე არ ხუმრო. არა, იმის გამო მინდა რომ ხანდახან ეგ დახმარების თხოვნის სურვილიც გულწრფელი არ არის ხოლმე რა. აი ეგეთი кейსიც ხო. მანიპულაციურიც არის. ხო, მაგრამ რას ვამბობ, მან არის იყოს ხო? აი მაგაზე იყოს ის რომ მე გარეგანი мотиваციით ეხა ვცდილობ რომ დახმარება ვითხოვ. ხო, იმიტომ რომ დავაწყნა რომ ცოლი ძმაკაცი რაღაცა. შედეგაც გაცნობიერების შედეგაც სადღაც ამხელებზე უკაპიტულირდები და სადღაც რაღაც შედეგი ექნება. იცი რა არის, ეხლა მე ნამდვილად მჭირდება დახმარება. ამიტომ იყოს თუნდაც ეგ რა, რომ ვიღაცის გამო, რაღაცის გამო გასაგები არის. გულისხმობ რეაბილიტაციის ფორმას, არა ინდივიდუალურ თერაპიას, ხო ძალიან არ შეიძლება. მადლობა მეგობრებო. უღრმესი მადლობა. სტუმრობის მადლობა, გულწრფელობისთვის მადლობა. მაყურებელს მადლობა რომ გვიყურებდა და იმეს ვიტოვებთ, როგორც თავში ვთქვი ამ სერიის, რომ ჩვენი ეს შეხვედრა, ეს ვიდეო, ეს გადაცემა, პოდკასტების ეს სერია ოდესღაც ვიღაცას დაეხმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში და ჩვენ, რავი, პირველად გამოსავალში ველოდებით ყველას, თუ არა და ნებისმიერ სხვა სპეციალისტთან, სადაც კი შესაძლებელია ამ ადამიანის დახმარება და ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. შევხვდებით მომავალ კვირას.